კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბებით 16 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. სიონის ტაძარში ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ აღავლინა. საზოგადოებას ხარების დღესასწაული მიულოცა და მრევლს ქადაგებით მიმართა. ჩემი კოლეგა მარიამ ნებიერიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ დღეს ქადაგება სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესე საუბრით დაიწყო და სინანულით აღნიშნა, რომ წელს პირველად ხარების დღესასწაულზე მას იგი ვერ გადასცემს უწმინდესის დარიგებებს. მრევლს მეუფე შიომ ქადაგებაში ყურადღება გაამახვილა თავდაბლობასა და სიყვარულზე აღნიშნა, რომ სწორედ თავდაბალი ადამიანის გულში იშვება ქრისტე და სიყვარულის უნარი, რომელიც ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, სულიერ სიმშვიდეს მოგვაპოვებინებს. მეუფე შიომ ქადაგებაში ასევე ისაუბრა ხარების დღესასწაულის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ იგი 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და მას მართლმადიდებლური სამყარო განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავს. ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა. გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. აი მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ართულია ამის გარეშე ქადაგებით მოგმართოთ ამ სიტყვების გარეშე. გილოცავთ ხარებას. როგორ არის ნათქვამი ამ დღესასწაულის ტროპარში, დღეს ცხოვრებისა ჩვენისა თავი არს და საუკუნიდან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება დადგა დრო, როდესაც ზეციდან ღმერთმა მოავლინა ანგელოზი, რომელმაც აუწყა კაცობრიობას ძე ღმერთის დედამიწაზე მოვლინების და ქალწულისგან შობის შესახებ. იმ ქალწულისგან, რომელმაც თვით ღმერთს უნდა მისცეს ადამიანის სხეული. ესე იგი, ამიერიდან შესაძლებელი გახდა ეს სრული მადლმოსილება. და ეს პირველად განხორციელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნებაში. წმინდა ეკლესია გვეუბნება ჩვენ, რომ დღეს ღვთისმშობლის გამო ხარობს ყოველი ქმნილება. როგორ არის ნათქვამი ჩვენს საეკლესიო ლოცვებში, ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავია რა, დღეს ხარობს. დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს დილიდან მართლმადიდებლურ ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა ლოცვა აღევლინა. მადლობა, ეს მარიამ ნებიერიძე იყო. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება არაერთი მიმართულებით ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე გამახვილდა, რაც კარგ საფუძველს წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობისთვის. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტაბილური სავაჭრო პარტნიორია. განიხილეს ყაზახეთიდან ინვესტიციების ზრდა საქართველოს ეკონომიკის საკვანძო სექტორებში, როგორიცაა მათ შორის ლოჯისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ასევე ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პოტენციალს და საქართველოსა და ყაზახეთის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას სატრანზიტო დერეფნის შემდგომი განვითარებისა და რეგიონულ დაკავშირებადობაში მისი როლის გაძლიერებისთვის. ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა. შევხვდი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ერმეკ კოშერბაევს. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და საერთო რეგიონული ინტერესების გათვალისწინებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და აქტიურ კონფლიქტებს. აღნიშნა, რომ ამ გამოწვევების ფონზე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება გლობალურ მნიშვნელობას იძლევის. ამასთან მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს კომპლექსურ და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში შუა დერეფნის მზარდ როლსა და რეგიონული დაკავშირებადობის განვითარების მნიშვნელობაზე. ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას პრეზიდენტი სოციალურ ქსელიქზე გამოეხმაურა. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე წარმატებული თანამშრომლობა. ვისაუბრეთ ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნეთ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და საერთო რეგიონული ინტერესების გათვალისწინებას. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და აქტიურ კონფლიქტებს. აღნიშნეთ, რომ ამ გამოწვევების ფონზე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება გლობალურ მნიშვნელობას იძენს. ამასთან ყურადღება გავამახვილეთ კომპლექსურ და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში შუა დერეფნის მზარდ როლსა და რეგიონული დაკავშირებადობის განვითარების მნიშვნელობაზე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართულ კოლეგასაც შეხვდა. შეხვედრაზე მანკა ბოჭორიშვილმა და ერმეკ კოშერბაევმა ონმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობას. მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2026-27 წლებში საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას. ჩვენ დღეს გქონდა შესაძლებლობა საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გვესაუბრა ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანასთან დაკავშირებით და გაგვეხილა ის შესაძლებლობები, რაც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, როგორც პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობისთვის, ესევე ეკონომიკური მიმართულებით. ერთი რამ არის ცალსახა, საქართველოში არის საკმაოდ ბევრი ყაზახური ბიზნესი, ყაზახური ინვესტიცია, ისინი თავს საქართველოში გრძნობენ ძალიან კარგად, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი კლიმატი ეკონომიკური საქმიანობისთვის და რა თქმა უნდა, ქვეყანა არის საინტერესო შემდგომში ამ ურთიერთობების გაზაღმავებლად. გარდა ამისა, საქართველოს როლი შავი ზღვის პორტები იცით, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ცენტრალური აზიის ქვეყნების პარტნიორებისთვის და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც ყაზახეთთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს და პოტენციალი კიდევ უფრო მეტია ამ თანამშრომლობის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიასთან დაკავშირებით ტელეკომპანია პოსტივის კითხვის პასუხად სუსში აცხადებენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, თუმცა შეცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი, მისი საჯაროობა. უწყებაში განმარტავენ, რომ არასერიოზულია ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები და მათი მონაცემები იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის პრეტენზიის მქონე რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელ რგოლს დეკლარაციის საჯაროობა უფრო მეტიც ბევრ შემთხვევაში მისი წარდგენაც არ ევალება. ჩვენს შემთხვევაში მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი, მისი საჯაროობა. არასერიოზულია უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები და მათი მონაცემები იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ნაცოპოზიცია და ნაცNGO სექტორი, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აწარმოებს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს ოპოზიციური მედიაც, რომელიც წერს თითქოს მამუკა მდინარაძემ დეკლარაციების შევსება შეწყვიტა. მანიპულაციურ კამპანიაში ჩართულებს სახელისუფლებო გუნდი იმ ამერიკულ და ევროპულ პრაქტიკას ახსენებს, რომლის მიხედვითაც არამხოლოდ სპეცსამსახურების ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები და პერსონალური მონაცემები საჯაროობა დაუშვებელია, არამედ არსებული რისკები
რისკების გათვალისწინებით რიგითი თანამშრომლების დეკლარაციებიც კი არ ქვეყნდება საჯაროდ. რაც შეეხება დეკლარაციას, აქ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც შეიძლება პირადი მონაცემებად ჩაითვალოს და ის მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს, არანაირად არავის საშუალებას არ მისცემს შემოსავალი დამალოს და შემოსავალთან შეუსაბამო უძრავი თუ მოძრავი ქონება იქონიოს. წარმოუდგენელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებას პასუხისმგებელი პირების მისამართები ან მათი ქონებები იყოს საჯარო. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ჩანაწერები არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამის ცვლილებასაც განახორციელებს საკანონმდებლო სივრცეში. მთავარი არის, რომ რაც არის მსოფლიო პრაქტიკა, რაც არის გონივრული, ეს უნდა იყოს კანონშიც გაწერილი და წარმოუდგენელია უსაფრთხოებას პასუხისმგებელი პირის მისამართი იყოს ვინმესთვის ცნობილი. მით უმეტეს იმ რეგიონში, რომელსაც ჩვენ ვართ, სადაც სხვადასხვა ძალების ცდილობენ, რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ და როგორმე მოწყვლადი გახადონ ჩვენი ქვეყანა, რასაც ეწინააღმდეგება ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, ჩვენი ძალოვანი სისტემა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის ხელშეუხებლობა. ეს არის რა თქმა უნდა ცრუ აჟიოტაჟი იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა ქვეყნებში არ ასაჯაროებენ თავიანთ დეკლარაციებს. ბატონი მამუკა მდინარაძეც და დანარჩენი ხელმძღვანელი პირების რა თქმა უნდა ავსებენ დეკლარაციას. ეს დეკლარაცია ასახული არის აუდიტის სამსახურში. უბრალოდ აქ არის გამონაკლისის სახით მათი გასაჯაროება. ეს ძალიან ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რომ ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი, რომ ყველა მოქალაქე მიცოდეს მაგალითად საცხოვრობს სუსის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები. დეკლარაციები უსება, უბრალოდ ლოგიკურია, რომ ეს არ საჯაროდებოდა. ამ მიმართულებით ნებისმიერი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ელემენტების შემოტანა არის წმინდა წყლის სპეკულაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის უმნიშვნელოვანესი სამსახური და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ სამსახურს, მათი პერსონალური ინფორმაცია იყოს სათანადოდ დაცული სახელმწიფოს მხრიდან. Afgan Sadigovis სასამართლო პროცესთან დაკავშირებით სრულ კამპანიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება არჩილ გორდულაძის განცხადებით ხშირად კონკრეტული ჯგუფების მხრიდან არის მცდელობა კონკრეტული ადმინისტრაციული სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიზირება მოხდეს და ამის ერთ-ერთი მაგალითია Afgan Sadigovis საქმე. რაც შეეხება გავრცელებული ინფორმაციას Sadigovis პროცესის ღამის საათებში ჩატარებასთან დაკავშირებით გორდულაძე განმარტავს, რომ Sadigovis საღამოს 10 საათზე დააკავეს და პირდაპირ სასამართლოში წაიყვანეს, მის მიმართ იყო გამოყენებული სტანდარტული პროცედურები, რაც ნებისმიერი პირის დაკავებისას გამოიყენება. ჩვენ არაერთხელ გვახსოვს, როგორც წასულში, ასევე მიმდინარე პერიოდშიც არაერთხელ არ მცდელობა, რომ კონკრეტული ან ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ან სამოქალაქო ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების პოლიტიზირება მოხდეს და ამასთან დაკავშირებით ფეიკები გავრცელდეს. იგივე მოცემულობა არის კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ცნობილია საჯაროდ არაერთხელ ყოფილა ადმინისტრაციულ სახელდადებული და კონკრეტულ ადამიანის დაკავება მოხდა ღამის საღამოს 10 საათზე, მაშინვე მოხდა მისი წარდგენა სასამართლოში, ადამიანის მიმართ გამოყენებული იქნა ის ზომები, რომელიც სხვა პირების მიმართაც იქნებოდა გამოყენებული. ოპოზიციის მიერ ერთი თვის წინ შექმნილ ალიანსში დაპირისპირების ახალი სერია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით მსჯავრდებული სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისგან კატეგორიულად მოითხოვს, რომ პარტია გაერთიანებას გამოეთიშოს. მიზეზად კი სააკაშვილი ალიანსში შემავალი პარტიების დაბალ რეიტინგს ასახელებს. ირწმუნება, რომ სხვები 1%-იანი რეიტინგით მის იმიჯს აზიანებენ. გავრცელებული ინფორმაციას უარყოფენ ნაციონალურ მოძრაობაში. კომენტარი არ გაუკეთებიათ ალიანსში შემავალი სხვა პარტიების მხრიდანაც. ნებისმიერი კონფიგურაციისა და შემადგენლობის შემთხვევაში კოლექტიური მოძრაობის პოლიტიკური საქმიანობა სრულად არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის, რადგან როგორც სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, ნაცოპოზიციის ყველა ნაბიჯი ფასადურია, დამოუკიდებლად არაფრის გადაწყვეტა შეუძლიათ და მხოლოდ ქვეყნის გარედან მიღებულ დავალებებზე არიან დამოკიდებული. გავრცელებული ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილი სთხოვს თქვენი პარტიის თავმჯდომარეს, რომ დატოვოს ალიანსი. რადგან ის 0%-იანი პარტიები მის იმიჯს აზიანებს. რამდენად ეკუთვნებით არ არის რეალური ინფორმაცია, რასაც თქვენ ამბობთ. არა, წარმოდგენა არ მაქვს ამის შესახებ.
არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. არ ვიცი, ხა სააკაშვილის რა რეიტინგი აქვს, საერთოდ არ მაინტერესებს და არ ვიცი, მithumetes ზოგადად ეს ერთობა, ხო, ეს მოჩვენებითია. ჯერ ერთი ყველა განულებული, გაუბედურებული, არც ერთ არანაირი რესურსი არ აქვს ქართულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ესენი არიან მოღალატეები. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ისინი არა ქართულ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ემსახურებიან და ქართულ ინტერესებს არამედ ემსახურებიან გარედან წამოსულ მითითებებს, დავალებებს და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მათ ამის პრობლემა არ გააჩნიათ და კონკრეტული მაგალითები არსებობს უკვე ამ ტიპის ჩადენილი მძიმე დანაშაულებისა ქვეყნის წინააღმდეგ. საბამისად, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ სად როგორ იქნება. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ და სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვათ, მათი მთავარი სახელი არის მოღალატეები. ნომრიანი აგენტები არიან. ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, ჩვენ ბევრი გაერთიანება და დაშლა ვიხილეთ, მათი ერთმანეთს ვერ იტანენ, როგორ ლანძღავენ გაერთიანებამდე ყველას კარგად გვახსოვს. შემდეგ გარე პატრონები დაავალებენ, ისევ ერთიანდებიან, სხვათა შორის ეს წამოწდა ბატონ გვარამიას და ბატონ სააკაშვილს, რომ ეს გაერთიანებაც გარე პატრონების მითითებით მოხდა. აბსოლუტურად არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ვეთანხმები ბატონ სააკაშვილს, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს იმ ნაწილში, რომ ის პარტიები 1%-იან რეიტინგსაც არ წარმოადგენენ, თუმცა უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობასაც დრამატულად აქვს შემცირებული რეიტინგი თავისთანთი მავნებლური საქმიანობიდან გამომდინარე და მთლიანად გამარგინალებული არის ეს ჯგუფი როგორც კოლექტიურად, ისე ინდივიდუალურად, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არც ხალხის გამოყვანის რესურსი აქვს, არც რაიმე ცვლილებების მოხდენის რესურსი აქვს. პარლამენტი გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული კონკრეტული სახის სახსრები გარანტად აღარ მიიჩნევა. სახელმწიფო გუნდში განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია სპეკულაციები გამოირიცხოს და ფოკუსირებული იყოს თავის მთავარ მიზანზე, ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების ნებართვის გარეშე უცხოური ფულის უკანონოდ ბრუნვა არ მოხდეს. კანონმდებლების განცხადებით დღეს მოქმედი კანონით ისედაც დაფარული იყო და საელჩოებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი საქმიანობა თავისუფლად განეხორციელებინათ. თუმცა, ბევრი კითხვა გაჩნდა კანონში ცვლილებები კი სწორედ ამ ბუნდოვანებას გაფანტავს. მათივე განმარტებით გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები კონტროლის შემსუბუქებას არ ნიშნავს. ნებისმიერი გრანტი, რომელიც მოხმარდება ქვეყანაში ექსტრემიზმის განვითარებას, იქნება გამჭვირვალე და ამის შესახებ ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს. დაზუსტება ხდება და ხაზგასმა ხდება იმისი, რაც ისედაც გათვალისწინებული იყო, რომ უცხო ქვეყნის საელჩოები იქნება, ეს თუ საკონსულოები იქნება, როდესაც ისინი მიიღებენ კონკრეტულ თანხებს თავიანთი საქმიანობისთვის, რაც ვენის კონვენციით არის გათვალისწინებული თავიანთი ქვეყნებიდან, რა თქმა უნდა, ეს თანხები არ ხდება გრანტების კანონით გათვალისწინებულ თანხებში და ეს არის უბრალოდ დაზუსტებული, რომ არავის არ კონდეს რაღაცის, ასე ვთქვათ, სხვანაირად წარმოჩენის საშუალება. დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ უშუალოდ თავიანთი საქმიანობა განახორციელონ, შეუზღუდავად ის საქმიანობა, რაც არის გათვალისწინებული ვენის კონვენციით, მაგრამ რა თქმა უნდა, ამავე დროს, როდესაც საქმე ეხება უკვე კონკრეტული პროექტების გაცემას, ისეთი საქმიანობის წარმოებას, რომელიც ამა თუ იმ ფორმით გულისხმობს მთავრობაზე ზეგავლენის მოხდენას ან საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას, აქ რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ასეთ ტიპის საქმიანობებზე გავრცელდება გრანტების შესახებ კანონმდებლობა და საჭირო იქნება თანხმობის მიცემა ხელისუფლების მთავრობის მხრიდან. ასე რომ აღნიშნული ცვლილებებით ერთის მხრივ დასრულდება ყველანაირი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით და საელჩოები, დიპლომატიური წარმომადგენლობები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე განახორციელებენ ვენის კონვენციით გათვალისწინებულ მათ ძირითად ფუნდამენტურ საქმიანობას, მაგრამ ამავე დროს იქნება ის მთავარი მიზანი მიღწეული, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის ტრიალის აკრძალვას ხელისუფლების და ზოგადად ხალხის ნებართვის გარეშე. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის, მაგალითად ქალბატონ ნონა ქურდოვანიძისთვის გაურკვეველია რამდენი სქესი არსებობს და შესაბამისად ვერც კანონში ჩანაწერებს ვერ გაიგებდა, ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის. პოლიტიკური საქმიანობა ის და საქმიანობის გადაცემულად თანხები ითვლება, თუ იგი მიმართულია საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდელად, რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ან შეიცვალოს პოლიტიკა.
აგრეთვე თუ გამომდინარეობს აღნიშნული თანხების გადაცემა და საქმიანობის განხორციელება სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან ან სხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა სახელმწიფოს ინტერესებს რა თქმა უნდა საელჩო ატარებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ატარებს და საკუთარი საქმიანობისთვის თანხის ჩარიცხვა რომ არ ჩაითვალოს გრანტად, ამიტომ ხდება აღნიშნულის დაზუსტება. სამართალდამცველებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, კიდევ 6 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. გამოძების ინფორმაციით ბრალდებული პირები უკავშირდებოდნენ ქურდულ სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ეგრეთ წოდებული კანონიერ ქურდს მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს შორის ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს და მხარებს თანხის გადახდას აკისრებდა. ამასთან ბრალდებული ეგრეთ წოდებული კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა ქურდული სამყაროს სახელით მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა. ბრალდებულებს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საკავებული ხართ ქურდული სამყაროს საქმიანობის ქურდული სამყაროს ძეგლების ბრალდებით. მამბო იცი შევიდი მამბო გოში ხუდაზე როცა გადაჯიშების პირზე არიან მაგნაირები ვერ მეესწრებიან იცოდი მე უთხარი შუშანაშვილის სახელი რო ახსენა მაგან და იმასთან მიდის ფული თქო რა ფულზია ლაბარა მარგანეთის ფული ხალხი ხალაფულები უგზავნის ამის საერთოდ ფული არა ხო და ხანდახანა მაგ ლუკა მომისმინე იცნო ინოვარ ვიცი ზრაზე ვარ ფაქუსადებლად ფაიფულას მეგახია მაგმიტი სამშობლოში დაიწყო რაც მამბული შეპირებული შეგვატყობი და არ მიცი ახაც არის მომავალი ქურდების არიან არა იმენა ქურდების არამადამიანი მე ვარ არის დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა ქურდული სამყაროს სახელით მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა. პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფერდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დაადგენილ ვადაში მიმართავს. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და გავრცელების მუხლით წარედგინება. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მაღალი დონის თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. გეგა გელაძემ ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ყურადღება ასევე გამახვილდა სამართალდამცავის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუკიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროებთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზეც, რომელიც თბილისში ციფრული მიმართულების ერთობლივი ცენტრის არსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრის შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის სოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.
იუსტიციის მინისტრმა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობასა და სამართლის უზენაესობის გაძლიერებაზე. საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობების უზრუნველყოფასა და პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარებაზე. ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ალეხანდრო ჰაიდებერგმა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, დეფიციტის, სახელმწიფო ვალის და სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ ფონდის მოლოდინების შეაჯამა. სავალუტო ფონდის წინასწარის შეფასებით 2026 წლის პირველ თვეებში ეკონომიკური ზრდა 8.4%-ს აღწევს, რაც კვლავ მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნა, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია. ეკონომიკის ზრდა კი განაპირობა შიდა მოთხოვნის ზრდამ და ტურიზმის აღდგენამ. რაც შეეხება ინფლაციას, აღნიშნულია, რომ ინფლაციური წნეხი განსაკუთრებით კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაიზარდა, თუმცა საბაზო ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მეოთხე მუხლის კონსულტაციების ფარგლებში შეხვედრები საქართველოში 25 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდში გამართა. საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია გონივრული მაკროეკონომიკური მართვის და პოლიტიკის საფუძველზე. ამავდროულად გლობალური გაურკვევლობის ზრდის ფონზე განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომის გათვალისწინებით პერსპექტივის მიმართ გამოწვევები იზრდება. თუ კონფლიქტი მოკლევადიანი იქნა ველით, რომ საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას განაგრძობს, თუმცა უფრო ზომიერი ტემპით. ეს ბოლო წლების გონივრული მართვის გაგრძელება იქნება მიუხედავად იმისა, რომ მთლიანმა ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა, სურსათის და ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო საბაზო ინფლაცია შეზღუდული რჩება. საგარეო პოზიცია გაძლიერდა, რამე თუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა და საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ფისკალური პოლიტიკის დისციპლინა შენარჩუნებულია. სახელმწიფოს ვალი დაბალია, თუმცა ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი გეოპოლიტიკური რისკები მზარდია, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ომის შესაძლო გახანგრძლივების გამო. საქართველო უკეთ მომზადებულია საგარეო შოკებთან გასამკლავებლად ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლით და პოლიტიკის ბუფერებით. სამომავლო პოლიტიკა უნდა მიიმართოს მაკროფინანსური სტაბილურობის და დიდი შრომის მიღებული სანდოობის შენარჩუნებაზე. ძლიერი ზრდის შენარჩუნების და მეტი სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით სტრუქტურული რეფორმები უნდა აჩქარდეს. საქართველოს რეალობისთვის ადეკვატური მიზნობრივი ინფლაცია არის 3%, ანუ დაახლოებით 3-ჯერ უფრო დაბალი იყო იმ წლების განმავლობაში ინფლაცია. შემდეგ ჩვენი პროგნოზების მიხედვით, როდესაც ჩვენ მრავალ ფაქტორს ვითვალისწინებთ, 2025-ში ვიცოდით, რომ ინფლაცია გადააჭარბებს მიზნობრივ 3%, თუნდაც იმიტომ, რომ შესადარისი ბაზა წინა წლების უფრო დაბალი იყო და ზრდა გამოჩნდებოდა, პლუს გარკვეული ერთჯერადი ფაქტორები მოქმედებდა, მაგრამ მოლოდინი ჰქონდა, რომ 2025 წლის შემოდგომის შემდეგ ინფლაცია დაიწყებს დაღმასვლას და ეტაპობრივად დაუახლოვდება მის მიზნობრივ დონეს 3%-ს. ფონდის პროგნოზები სრულად თანხვედრაშია საქართველოს ოფიციალურ პროგნოზებთან. საქართველოს ეკონომიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში 9.3%-ით იზრდებოდა საშუალოდ და 2026 წელიც მაღალი ეკონომიკური ზრდით დაიწყო 8.4%-იანი ზრდა არის პირველ ორ თვეში და ჩვენ პროგნოზებშიც, ასე ვთქვათ, ზრდის საშუალოვადიან პერიოდში ნავარაუდევია ზრდის ეკონომიკური ზრდის პოტენციურ ზრდასთან დაახლოება. პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს 2025-26 წლების ანგარიში მოისმინა. სააგენტოს უფროსმა ვრცლად ისაუბრა სურსათის უვნებლობის, ვეტერინერიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. ყურადღება გამახვილდა სურსათის უვნებლობის კუთხით მონიტორინგის გაზრდილ მაჩვენებელზე, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების მნიშვნელობაზე. სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, ხელს უწყობს სააგენტოს შესაძლებლობის გაზრდას და მაღალი სტანდარტების დანერგვას. სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო.
სამი მიმართულებით გვაქვს საკმაოდ ხელშესახები და მნიშვნელოვანი შედეგები, რაც წარუდგინეთ დღეს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტს და ზუსტად პარლამენტის კომიტეტის აქტიური მხარშედგომით არის შესაძლებელი განახორციელოთ ის რეფორმები, რასაც სურსათ ეროვნული სააგენტო ახორციელებს. თუ ვიხილავთ დინამიკაში, ჭრილში, მაგალითად ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე 2012 წლიდან დღემდე რა სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში. ინსპექტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ დინამიკაში დარღვევები არის შემცირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აღსანიშნავია ისეთი ენდემური დაავადებები, როგორიც არის მაგალითად ცოფი ცხოველებში, ჯილეხი. ფაქტობრივად ამ პერიოდის მანძილზე 92-93%-ით არის შემცირებული. ასეთი იყო ახალი ამბები 16 საათზე პირდაპირ ეთერს პოლიტიკური პოსტი გააგრძელებს.